ხინება ყველაფერი წუხდება ტრანსპორტის და ჩვენ ხო საერთოდ ნაზი კალანდაზე ნაზი და ჰაიდა ვეგრი არ არის მართლა ყველა მოლასი 201 არაფერი არ გამოვა 45 ერთი ადამიანის სირბილი ხო იცი მე პირადობრივად აქ ვარ მე რა ჩხარეული ვარ კარგად აქ დამახსოვრებული არა სახელი ეს დაყარე მე ის ას დაგვწევს ადრას ასაცი კილომეტრი და 200 ყოფილა ეხა. შეგავი კილომეტრი და 200. თავიდან ბოლომდე. კანალიზაცია ამას ბოლომდე მაქსიმალურად ვეცდებით. მობილებას გაგიწევთ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვაქვს ისბერკეტი, რომ ასფალტი მოვიტანოთ და დავაგოთ, ხო? ჩვენ გვაქვს ისბერკეტი, რომელსაც ჩემისაზე ძალიან წარმატებულად ვიყენებ და ვაიძულებთ ხელისუფლებას გააკეთონ ის, რასაც არ აკეთებენ მაშინ. გლდანში არის დასახლება გიორგი წმინდა და დღეს შევიკრიბეთ გვაქვს საპროტესტო აქცია საკანალიზაციო ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით. მთელი 2015 წლის განმავლობაში განცხადებებით სიტყვიერად მივმართავდით გამგეობას, რომ დაგხმარებოდნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. იყო დაპირებები, რომ წყლის მშენებლობა რო დამთავრდებოდა, უნდა დაწყებულიყო ამ პრობლემის მოგვარება და საბოლოო წყალი დამთავრდა აგვისტოს თვეში და მას მერე დღეს ხვალ იყო გადაბრალებები, ეს უნდა გააკეთოს GVP-სთან მივდიოდი და ეს არის გასაკეთებელი გამგეობის და საბოლოოდ გამგეობასთან ჩვენ არ მახსოვს გონი 4 დეკემბერს მოვაწყეთ აქცია და გამგებელმა თქვა, რომ არანაირი საფინანსური საშუალება არ არის და გიორგი წმინდაში არ გაკეთდება საკანალიზაციო ქსელი ამ ეტაპზე და არც 2000 ასე მოვიდა ჩვენამდე რომ არც 2016 წლის ბიუჯეტში არ ვართ გათვალისწინებულები და რო ვართ ყველა ასეთი პრობლემის წინაშე ამ დასახლებაში არ ცხოვრობს არც პარლამენტარი არ ცხოვრობს მინისტრი და ამიტომ ჩვენთან არ კეთდება არც კანალიზაცია და არც გზა გამგებელთან ქალბატონ მაიასთან ერთად რამოდენიმეჯერ ვიყავი კამათიც ქონდა ურთიერთშორის მაგრამ ასე თქვა რომ მე არაფერი საშუალება არ მაქვს ცინიკური საუბარი იყო თითქოს აი დაცინვით ისა ხარხარებდა ასე ვთქვათ და აი ესეთი მდგომარეობით რა ძალიან შევიწროებულად ვგრძნობთ თავს ძალიან დამცირებულად შვილო ქართულ ოცნებას მივეცი ხმარ იმის გულისათვის რომ მე ქართულ ოცნებას და დღემდე ჩემი შვილები ანა კიდევ კარგი ისეთი ბიჭები გავზარდე აი კტომარას აიღებენ ზურგზე მოიგდებენ გადაიტანებენ შიმშილით არ ვიხოცებო მაგრამ ჩემთვის დღევანდელი მთავრობა დასახცევია აი გამიხდა დასახცე ხომ შევკვირდნენ რომ $100 მოგცემთ მომცენ ის $100 ახლა არის 240 ლარი ჩემო კარგო ხო და ეს ისა პესოკები და ელემენტარულად საყოფაცხოვრებოს ისინი ყველაფერი ჟვირდება ხალხი ძალიან დიდ სიდუხჭირეში გადაგვაგდეს აი ხედავთ რა ვითარებაა დანის რაიონში სოფელ გიორგი წმინდაში სადაც რეალურად ბიუჯეტშიც კი არ არის ასახული რომ ის სამუშაოები რომელსაც მოსახლეობა ითხოვს მომდენო წელს მაინც გატარდეს საუბარი არის კანალიზაციის გაყვანაზე და ასფალტის საფარის დაგებაზე სულ ეს არის კილომეტრი და 200 თელი გზა და ჯდება დაახლოებით 1,100,000 ლარი და მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით რომ ნარმანია დედაქალაქის მერია უამრავი სხვა პრობლემების არსებობის ფონზე დედაქალაქში ვერ დახარჯა დაახლოებით 100 მილიონი ლარი. საუბარია თუ არ ვცდები 102 მილიონ ლარზე, რომელიც ვერ დაიხარჯა და ნაშთად შერჩა დედაქალაქის მერიას. ეს არის დანაშაულის ტოლფასი, როდესაც ქალაქში არის აი ამდენი პრობლემა და შენ მერიაში გავს ფული და ამ ფულზე ვერ ხარჯავ. პლუს არის აბსოლუტურად შემაშფოთებელი, როდესაც ვიცით 3 თვის წინ ბატონმა ნარმანია კომერციული ბანკიდან ისესხა 18 მილიონი ლარი, რომ თბილისში რამდენიმე ქუჩაზე გზის საფარი დაეგო. და 2 მილიონით მეტი უნდა გადაუხადოს იმ კომერციულ ბანკს, როდესაც გაისწრუნებს სამვალს და ამ დროს რჩება 100 მილიონზე მეტი თანხა მერიას აუთვისებელი. ამიტომ აქ ნათლად ჩანს მერიის არა მხოლოდ უთავბოლოება, არამედ უპასუხისგებლობა. აქ არ არის პრობლემა მხოლოდ ბატონ ნარმანიაში. ნარმანიას ყავს
რამდენიმე მოადგილე, ვიცე-მერი, გამგებლები, ჩვენ ხედავთ რომ მთლიანი გუნდი არის პარალიზებული და მნიშვნელოვანია რომ აი ამ ხალხს მიეხედოს, ვიღაცა ამოვიდეს და უთხრას რომ მომდენო წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ის თანხა, რასაც ითხოვენ. არავინ არ მოდის, არავინ არ ისაუბრება. ეს არის ძალიან სამწუხაროდ. გიორგი წმინდაში მაცხოვრებელ ასეულობით ოჯახს აწუხებს კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტები, პირველ რიგში კანალიზაცია არის შემოსაყვანის დასახლებაში და შემდგომ საგზაო სამუშაოები მოსაწესრიგებელია. აღნიშნული სამუშაოები 2016 წლის ბიუჯეტშიც არ არის გათვალისწინებული, ამიტომ ჩვენ უკვე მივმართეთ ოფიციალურად თბილისის მერს და ასე საჯაროდაც მოუწოდებთ, რომ რაღაც ზოგადი საუბრების ნაცვლად შეხვდეს ამ მოსახლეობას, გაითავისოს ამ ადამიანის პრობლემები და რაც თავარია ასახოს ისინი 2016 წლის ბიუჯეტში. ჩემთან შემოდის კედელი დამენგრა, ავალი მე ვწება წყლით.